მოდი, დაკეტე. კარგად ირაკლი. კარგი, დაკეტე, გამ. მაინც ცოდვა იცი ირაკლი, ახლა მარტო რომ დარჩა მარიკას გარეშე. ცოდვა, ირაკლი ცოდვა და მე ცოდვა არა ვარ კეთევანის გარეშე. მოიფიქრე რაღაცა შეგვარიგებენ და კეთევანი რა დაგემართა რა. აი მე რაც შემეძლო, ლაშა ყველაფერი გავაკეთე. რას ლაპარაკობ თამარ? შენ რა შეგიძლია ყველაფერი რო გააკეთო ამერიკას და ირანს შეარიგებ და მე და კეთევანი დაგაკეთე. ლაშა, მომისმინე. კეთევანი ჩემსავით დიდხანს კი არ ინახავს გულში წყენას. გადაულის და 7-8 წელიწადში შეგირიგდება. კარგი რა თამარ, რა 7-8 წელიწადში საერთოდ ვერ მიცნობს. მით უმეტეს, უფრო მეტი შანსი გექნება. თამარ, რა დაგემართა რა? გეხვეწები მოიფიქრე რამე რა. რა მოგივიდა მითხარი, მე და კეთევანს ყავს 2 შვილი. მე მგონი გამართლებული იქნება 2 შვილის მამასთან შერიგება. 2 შვილის მამასთან კი, მაგრამ 5 ცოლის ქმართან არა. კარგი რა ლაშა, შენ ისიც კი ვერ მოახერხე მარიკას წერილი წაიღო კეთევანთან. თამარ, ხო და ვინც წერილი წაიღო, ის რო აღარ დაურეკავს კეთევას, იუდავა. აი მე ნახე შენ. მოიფიქრე რაღაცა შეგვარიგებე და კეთევანი და ყველაფერი კარგად იქნება. კერგი რა დაასვენე ის კაციცაში რა. რა ვკნა თამარ, რა ვკნა მითხარი? მე გაჭირებული ვარ და ხავს ვეჭიდები ფაქტიურად. ხო და იქ ხავსი უნდა გაგაგდებინო ხელიდან. დავისვენებ მია, კეთევანი იქ და ის კიდე იქ საცხალი. წამოდი ახლა კაცო. ლიფტი ჩავიდე. წამო როდის ის? წამოდი რა. ვა, ძალიან ცხელა რა. ცოტა უნდა დაუწიო გათბობას. ხო შალონა. ეს მარიკა რა, ამხელა ჩემოდანი როგორ დაგჭა. ხო, არა, არ დამირეკავს ჯერ მამას ბასიბუსებთან. ხო, ბებიას კოკლოზინების საიდან მოიგონა. კარგი, ხო გითხარი, რო დაურეკავ, დაგირეკავ, გაგაგებინებთ ხო. კარგი, მაცალი ახლა გათბობას უნდა დაუწიო. კარგი. არა რა, ხო ამბობთ არსია ეს ქალი. გავედი გათბობის დასაწევად შემჩეს ხელში. ეხლა ვერ დაუწევ ამ გათბობას და უნდა ვიცხოვრო აქ ალჟირში და სახარაში უნდა ამოვიხუთო რა. უიმე ესპანეთის მიმოხილვა დაიწყო. აჰა. აბა, ეს რა თამაშია. მიდი. დაარტყი. ალო. ხო შალონა. შალონა, ხო გითხარი, ხო გთხოვე, არ დამირეკავს ჯერ, რო დაურეკავ, გაგაგებინებთ ხო რა, კარგი, გეხვეწები რა შალონა რა. რა მოვაგვარო, ჩემოდანის ამბავი როგორ ვის გავატანო შალონა, ვის გავატანო, ქუთაისის მარშრუტკა ხო არა? კარგი, გაგაგებინებ, აუცილებლად გაგაგებინებ. კარგი. ამან კიდე რითი ვერ დაარტყა რა. უი. გაჭედა. არა, რო ამბობ რომ ეს ქალი თარსია მეთქი, მე მეუბნება ჯაჯღანა ხარ, ცუდი ხასიათი გაქვს, აჩემებული ხავს. დარეკა, გათბობა გამიფუჭდა. დარეკა, ტელევიზორი გამეთიშა, გაჭედა. ეხლა ოხ შალონა, ინტერნეტიც თუ გამითიშა. არა, მე მგონი მუშაობს. მაიცა, გავიდეს. ვა! მარიკუნა როგორ ახარ მარიკუნა? კარგად ირაკლი, შენ როგორ ხარ? რა ვიცი, არა მიშავს. როგორ არიან მამას ბასიბუსები? კარგად არიან, კარგად, სასეირნოთ არიან, წასულები და მალე მოვლენ. და შენ რა პერანგი გაცვია? აი ეს მარიკა. გასაუთავებელია, მე სხვები ხო დაგიტოვე? ვაიმე, მოკლედ რა, ეს ამერიკა ყველა საქმეში წვირი უნდა ჩაყოთ რა. შვენიერი პერანგია. მომისმინე, მარიკუნა, რის თქვა მინდოდა, იცი? ეს ჩემოდანი როგორ დაგჭა აქ? ნახე, რამდენი რამეა. ვისკია მარიკა, ღვინოა, ჩურჩხელებია. ვიცი, მაგრამ იმდენ რამეს მატანდნენ, რომ სულ ამირიეს თავგზა რა ვქნა, აბა. ხო, მაგრამ რაღა ეს დაგჭა მარიკა, ეს ღვინოები და ჩურჩხელები. შენ უღელავ ირაკლი, რაც მან დიდო ყველაფერი აქვს კეთევას, ყველაფერი. კარგი და თვითონ საბძანდება ქეით ღლონტი. თვითონ გასულია ტოსტერი გაგვიფუჭდა და გავაკეთებინებო. ტოსტერი გაგიფუჭდათ? ხო. შალონას ხო არ დაურეკავს თქვენთან? კი? ვამბობ რა თარსია ეს. რა არის რა?
რა არის მარიკუნა და დამირეკა შალომნამ. ხო. დარეკა შალომნამ ჯერ გათხოვა გამიფუჭდა. მერე დარეკა შალომნამ ტელევიზორმა გაჭედა. ეხლა მე უნდა გამოვიძახო ჯერ გათხოვის ხელოსანი, მერე უნდა გამოვიძახო ტელევიზორის ხელოსანი. მერე უნდა დაურეკო შალომნას და უნდა ვთხოვო რომ მეტი არ დარეკოს რომ შენ ჩამოსვლამდე ჭერი არ ჩამომექცეს და ცოცხლად. რაიმე მოვიდნენ დედას გადარეული. რაიმე მოდი სადარიან. სადარიან მამას. მამიკო. რაიმე მამუშენზე. Mami, ერთით mama მომზადებული მაგ გეხვეწები რა. გეხვეწები mama მომისმინეთ mama. How are you fathers besties and bussies? მომისმინე, ეხლა ესე იგი. მე და მარიამა შენთვის ისეთი ხალათი ვნახეთ. ექიმის ხალათი. ნინი, ექიმის ხალათი. ხო, მარიამ, ექიმის სამნიშნულობა აქვს. ხო, მამა. ხო და ვიყიდით. და დედა რო გამოვატანთ. მწვანე ფერის იყოს ხო, მა? არა, რა მწვანე, გოგო, თეთრი. მწვანე, მამიკოს მწვანე უფრო უხდება. ექიმია და თეთრი უნდა არის. მწვანე მეთქი, არ გახსოვს იმ დღეს. და შენ ფეხზე ძველები რო ვიყიდე და საერთოდ არ მეწონა, შენ რა გამიხსნა? საერთოდ არ მეწონა, ვიღაც მისა. ბუსი, ბასი. მამა. ბუსი, მამი, ბუსი, მომისმინეთ მამა, მომისმინეთ. მომისმინეთ გეხვეწები, ექიმის ხალათი. იყოს თეთრი მამა. მწვანე კოპლებით. გუში რომელ საათს დაკეტეთ, ბარი? გუში გვიან დაახლოებით 3 საათზე გავედით. რა მოხდა ნატა? ბარი გატეხეს. რამდენია წაღებული? მოიცადე დამამთავრებინე. გატეხეს ბარი, გააკეთეს მძარცველებმა ხვრელი აქ, შევიდნენ ბანკში და ბანკიც გატეხეს. რა ხვრელი გააკეთეს? რა გამოდი. აი, გადი. რამდენია წაღებული? ბანკიდან 40,000, ბარიდან 3 ნაჭერი ფახლავა. ეს არის გამომძიებელი თამარ. უკაცრავად. თამა? ნიკა? რა გინდა შენა? როგორ ახლა? მოდი. კარგად. რა საკეთებ? მე ვიძიებ ამ საქმეს. ბოლოს და ბოლოს გახდი გამომძიებელი. კიდე, შენ რა გინდა? მე ამ ფართის მესაკუთრე ვარ. და შენ ბოლოს და ბოლოს გახდი ფართის მესაკუთრე. ხო. ჩემი კლასელი იყო. გამოვიძიოთ, ხო? ხო, გამოვიძიოთ. რა უნდა მეთქვა? ხო. სანამ გამოძიება არ დასრულდება, ეს ხელი უნდა დარჩეს ესე. გასაგებია? დიახ, კაიგე ნატა. ეს ხვრელი უნდა დარჩეს ესე იგი ფართი გაიზარდა და ამ თვეში 2 მაგს გადაიხდი ქირას. მამა, კაი გაგეხუმრე. გიხუმრებს. პირველი კლასიდან მე ბრანჭები. თამარ! ჯერ არაფერი არ აღიარო. უთხარი რომ დუმილისუფლება. დანარჩეს აქ მე მოვაგვარებ ყველაფერს რა. დამშვიდი სანდრო, ჩვენ არ ვართ ეჭვმიტანილები, ჩვენ ვართ დაზარალებულები. ძარცველებმა გააკეთეს ხვრელი და წაიღეს 3 ნაჭერი ფახლავა. კარგი და თქვენი უფლებები გაგაცნეს? ნიკა, ეს ჩვენი მეგობარი იურისტია სანდრო. ადვოკატი ნიკა სასიამოვნო. ნიკა იძიებს ამ საქმეს. კარგი, კოლეგა. ესე იგი, მე თქვენთან პროფესიული კითხვა მაქვს. ეხლა აი დააკვირდით. ეს ამხელა ხვრელი. იმისთვის გათხარეს რომ აქედან ფახლავა წაეგოთ, ხო? არა, ეს ამხელა ხვრელი იმისთვის გათხარეს რომ ბანკში შესულიყვნენ და ფული წაეგოთ. მე რა მაინტერესებს, ესე იგი, იმ მიმართულებით არ მუშაობთ რომ დაუშვათ ჯერ გატეხეს ბანკი, შემდგომ გათხარეს ხვრელი იმისთვის რომ წაეგოთ ჩვენი ფახლავა. სანდრო, ერთი წუთი მოდი უნდა განახო რაღაც. ბევრი დარჩა კიდე გამოსაძიებელი. არა, რაღაცა ოქს შევავსებთ და რა უნდა მეთქვა? ესე იგი, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უნდა ვნახოთ და ვინც დატოვა ბოლოს ბარი, ის უნდა დავკითხოთ. ნატა, ერთი წუთი მოდი. გისმენ ხამა? მოდი. ლაშა გუშინ იყო ბარში? კი, 3 საათზე გავიდნენ ეგ და მათე. ხო და ხავსი უნდა გავაგდებინო ხელი. წადი.
ნიკა, ხა რა მაინტერესებს. წუხელ ყველაზე ბოლოს ვინც გავიდა ბარიდან ალბათ დაკითხავ, ხო? კი, ნუ ეს აუცილებელი პროცედურაა. ხო. ნიკა. ცირა. რაღაც თხოვნა მაქვს შენთან. ნუ შენ რა უნდა მითხრა რომ არ შეგისრულო. გახსოვს მე-9 კლასში რო წავყევი სამტრედიაში და ვათოხნებდი იმას ხანის. რა ერქვა იმას? გუზანა. გუზანა. კაი არაყი ქონდა გუზანას. ხო, გრადუსი ქონდა არახს. ხო გოგი, ხო, აი დავჭი მარტო, გავუშვი. მარიკა და გაფუჭდა ყველაფერი გოგი. ჯერ ცენტრალური გათბობა გამიფუჭდა, მერე ტელევიზორი გაფუჭდა და ვარ ასე, რა, გოგი, რა ქალები, გოგი ვერ ხარ, როდის უნდა დაჭკვიანდე, გოგი, კარგი რა, გეხვეწები რა. რა აფრები აუშვი, გოგი, არაფერი გოგი, გეხვეწები, აღარ შემიძლია შენი იუმორი, ხო უნდა დაიხვეწოს, ხო, როდესღაც ასაკთან ერთად. კარგი, ვაიმე დამღალე, გოგი. დამღალე. კარგი დაგირეკავ მერე. გამარჯობა, თქვენ გამომიწახეთ? არა, შეგეშალათ. მოიცა, საკაბელოს ინსტალატორი თქვენ არ გამოიძახეთ? ვერ გავიგე უკაცრავად? დიახ. საკაბელოს ინსტალატორი ხართ თქვენ? ბიჭო, რანაირი ინსტალატორები წამოვიდე? იცით რა არის? აი ეს ტელევიზორი მართლა საკაბელოს ინსტალატორი ხართ? ცოტა დრო მაქვს თუ შეიძლება. კი გენაცვალე, კი, დავზანდით. მადლობა. დავზანდით. დიახ, შეხედეთ, აი ეს ტელევიზორი, აი ნახეთ, აი ჭედავდა, აი ასე ჭედავდა სულ. რა გინდათ? შვენივრად მუშაობს, მგონი. არა, გინაცვალე, ნახეთ, ახლა კი მუშაობს, მაგრამ სანამ თქვენ მოხვიდოდით, ჭედავდა. და აი ხო არ შეგიმჩნევიათ რა მომენტში ჭედავდა მაგალითად? შემიმჩნევია. შალოვნამ დარეკა და გაჭედა. ვინ დარეკა? ერთი წუთი გენაცვალე. აი ხა მე და თქვენ ჩავატაროთ ერთგვარი ექსპერიმენტი და თქვენ თვითონ ნახავთ როგორ ჭედავს. ალო, შალოვნა, მე ვარ. ხო, კარგი, არ მინდა ხა როგორ მოგივიდა რომ დამირეკე, კარგი, შალოვნა, მომისმინე. დღესდილას რომ მიყვებოდი მეზობელზე რაღაც ისტორია, ხო ვერ მოგისმინე, მაინტერესებს და დაიწყე მოყოლა მოგისმენ რა. მიდი? კარგი. აი ნახე. რას აკეთებთ? მართლა რას ვაკეთებ? შალვონა არის ნელი ინფექციასავით. ანუ მის ესეთი უარყოფითი ზეგავლენა მოგვიანებით დგება ხოლმე. აი დაველოდოთ და აუცილებლად გაჭედავს. კი ბატონო, დაველოდოთ. დიახ, და აუ ირა რა მაგარ მულტფილმს უყურე, იცი გაზიზები. გამარჯობა. რა არის ეს? გაუში მარიკა და აუში აფთრები რა? აფთრები აუშვი, მომისმინე სანდრო. გააფუჭდა ტელევიზორი, დავრეკე და გამოუშვეს ეს გოგონა არის ტელევიზორის ინსტალატორი. ესე იგი, ირა, ტელევიზორი გაფუჭდა და არ უნდა დამირეკო მე, ეგ არის ჩვენი მეგობრობა. სანდრო, გეხვეწები, მართლა ტელევიზორის ინსტალატორია, სანდრო. უნდა გამოათრო? სანდრო, ინსტალატორია, მართლა ინსტალატორია. კარგი, გინდა რომ მომტეხო, ხო? ვაიმე, ჩართე რა. მიდი ახლა. მიდი ჩართე. ჩართე ინსტალატორია ტელევიზორის. კარგი, გავიგე ირაკლი, მე უნდა წავიდე
და თუ ვინმე შემხვდა, ვეთქვი ირაკლისთან საკაბელოს ინსტალატორია თქო. კარგი? ძალიან ცხელა თქვენთან რაღაცა. კარგად ბრძანდებოდი. ახონდი. შენა ირა. ისე შენ ეს კომბინეზონიანები მოგწონს, ხო? მე უფრო პოლიციის ფორმიანებს ვანიჭებ პირატოს. ადვოკატის აყვანისუფლება მაქვს? დიახ. თუ მილისუფლება მაქვს? დიახ. ყველაფერი რასაც ვიტყვი გამოყენებული იქნება ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში. დიახ. მე არ უნდა მითხრათ ეგ, ჰა? რაში მედება ბრალი? ბანკის ძარცვაში. რა ბანკის ძარცვაში? სად არის აქ ლოგიკა? საიდან მოიტანეთ რა ბანკი? ერთი წუთი არსებობს ვიდეო მასალა, სადაც თქვენ ბოლო გადიხართ ბარიდან და ტომარა გაქვთ მოკიდებული. და არ არის ეგ ტომარა, კაცო, ეგ არის მათე. მათია ეგ. მერე? რა და დავლიეთ და ძალიან ცოტა სვავს ორ ჭიქაში აი ტომარასავით მე არ ვიცი რა. ხო მე არ ვიცი ხა ვირამდე სვავს და როგორ თხრება, მაგრამ ფაქტია რომ თქვენ გადიხართ ბოლო ბარიდან. კამერაზე ესე ჩანს. მოიცადე ახლა თქვენ რას ამბობთ რომ მე გავედი კი ბატონო ბოლოს გარიდან მე მოვბრუნდი შესაბამის იარაღები მოვიტანე მე აბდექი გავაკეთე ეს ხრელი შევედი გამოვიტანე ეს ფული გავიარე მანამდე რა თქმა უნდა ეს უსაფრთხოების სისტემის გვერდი თავლით ამხელა რაღაცა გავიღე ეს ფული და გამოვიტანე და წავედი ერთი წამი ცოტა ნელავე უსაფრთხოების სისტემის რო გაიტანთ მე არა ერთი წუთი ახლა არანაირი არაბარი ის ბარი გამაკებინე რა ბარი კი არა და როგორ გიკადრებათ რას ლაპარაკობთ რას ლაპარაკობთ ერთი წუთი მომისმინე სუფრაზე ღვინოს ვერ ვიპარო ბანკს გავტეხავდი მომისმინე შენთვის არის უკეთესი თუ ითანამშრომლებ გამოძიებასთან კარგი მე გავტეხე ბანკი გავძარცვეთ მე და იუზა დოლიძე. შევედით. გამოვიტანეთ ფული. მერე დაგხვდა აქ სამი ფახლავა. ერთი მე შევჭამე, ერთი იუზა დოლიძემ, მესამე ხელსახოჩი გაახვია და გუზანას წაუღებო. გუზანას ვისი სამტრედიაში? საიდან იცი გუზა? ერთი წუთი მე ვსვავ კითხვებს. დავალ ბადრაკს დაუძახე. საიდან იცოდა კაცო გუზანა? აი, ლაშა, გადაგები. ეს რა და? მოდი რა თამარა გეხვეწები რა, მოდი. მიშველე რა გეხვეწები რა. შეხედე რა ბანკის ზარცვას მაბრალებენ, რაღაცა გეხვეწები გადამარჩინე რა. აი მე ლაშა, როგორ გიშველო? კი გიშველედი, მაგრამ სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობი, ვერაფერს ვერ გავაკეთე. კარგი რა თამა, კარგი, მაგის დრო არის ახლა რა. გეხვეწები ოღონდ ამ საქმიდან გამომაწვნენ და რასაც გინდა იმას შეგისურვებ რა. რასაც მინდა იმას შემისრულე. რასაც გინდა კი. რასაც მინდა. ხო, არა მე კი შემიძლია ხა გამომძიებელს დაველაპარაკო და ბრალდება მოგიხსნას. ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით ამან? იუზა უნდა დაივიწყო. ვერ უნდა დავივიწყო? იუზა. ვინ არის იუზა? ვინ არის? არა, ახლა ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ აბონენტი ამბობს, რომ ირაკლი. ხო, აბონენტი ამბობს, რომ შეფერხება ქონდაო და იქნებ გადატვირთოთ. კი, დაგელოდებით. კი, აბონენტთან ვარ. ირაკლი. მოკლედ, გადატვირთავენ და სულ 5 წუთი გჭირდება. დაველოდოთ, 5 წუთი, დაველოდოთ. არ არის პრობლემა. ძალიან ცხელა თქვენთან. ხო, აი ეს ცივანა ვარ მე და. აუ, ყავას დავლევდი. ხო, ჩემი მეუღლე არ არის სახში და ხა? გასაგებია, მაგრამ თქვენც მოგიმზადოთ ანუ, ხო? კი.
და ერთი წუთი განაცვალე, აი ეს დაგივარდათ. შემომისვა. სახლი დაუთბუნებია. სად გადამალე? არა, გამოუჭიმია. თამარჩი, ხეთები მომისმინე. თამარ, მომისმინე, მე არ ვიცი შენ რა გითხრა სანდრომ, მაგრამ ეს გოგო არის ტელევიზორის ინსტალატორი, თამარ. გამოდი აქეთ. ტელევიზორის ხელოსანია? ხო. რამდენი? ირაკლი არა, აბონენტი ვარ. რა ჭირს ტელევიზორს? ტელევიზორს არაფერი. გასაგებია. რა არის, თამარ, გასაგები რა. რა არის, გასაგები, მითხარი. ტელევიზორის ინსტალატორია ეს გოგო, თამარჩი. მაშინ მე მონაკოს პრინცესა ვარ. ირაკლი, გავიგე წეულება მოუწყვიაო. ირა, რომელია? კარგი, შენ რა დაგემართა, თამარ, მოდი, თამარ, მომისმინე, გეხვეწები რა. ეს იგი რა მოხდა? შეხედე, გაფუჭდა გათბობა, თამარი. ეხლა გათბობა გაფუჭდა, ტელევიზორი აღარ ტაქტიკა შეცვალე. რა ტაქტიკა შევცვალე? ადამიანო, შენ ეხლა გჯერა ლაშა, რომ მე მარტო დავჭი სახში და მარიკას უღალატე, ჰა? ირაკლი, შენ ეხლა გჯერა, რომ მე გვირაბი გავთხარ და ბანკი გავწარცვე? ირაკლი, კარგი რა, 2 შვილის მამა. თითით საჩვენებელი მოქალაქე ქალაქში, კლინიკის მეპატრონე. ღირსების ორდენის კავალერი. ღირსების ორდენი, რა ღირსების ორდენი? გამარჯობა. ალო. ხო გოგი. ხო, ვინ ამომიყვანია გოგი? შენ საინაღა გაიგე, ნუ გამაგიჟე, ვინ ამომიყვანია? არაფერი, ტელევიზორი გაფუჭდა ინსტალატორია. ვაიმე გოგი დამღალე უკვე. დამღალე დამანებე თავი. ხალხო, მომისმინეთ. ამან საინაღა გაიგო. დიახ, ხალბატონო ნონა, მარიკა გაუშვი, აფრები აუშვი და სახში ამოვი. თათფირის საათი შეიცვალა? ხო, არაფერი ეს ისე რაღაც ტექსტი ვიმეორებ. კარგი თავდონ ნონა, კარგი. ირა, ეს საკაბელო ინსტალატორის ამბავი არის აფერისტობა რა. დაურეკე და ჩემთან კაცი მოვიდა, ირა. ბატონო ირაკლი, უბრალოდ ვნახავ და წავა. ეს ვიცი, ნახვამდის. ალო. მახო მე ვარ. გეხვეწები რა, ეხლა მაინც მოდი რა. მომაკითხე ხო? რა და ბაღდადში გევიქცეთ. არა, შარი ნუ. შარი გელაპარაკები, შარი გამაგიჟეს რა. კინაღამ დავიღუპე კაცო. მაგრამ გონი გადავრჩი. გამარჯობათ. გამარჯობა. და გამოთვალებელთან დაკავშირებით თქვენ გამომიძახეთ? არა, გენაცვალე, სხვაგან მოხვდით, მაპატიეთ, წარმაცვია, უნდა დავკეტო კარი, კარგად დამგებო.
ესაა ირაკლი მეგობრები ვართო? ეხლა სანტექნიკოსის ფორმით. არა, ისე კარგი ფანტაზია კი აქვს ამას.